ქართული ოცნების ხელისუფლება 26 მაისის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას არნახული სუვერენიტეტით იწონებდა თავს. სიტყვით გამოვიდნენ ოცნების პრეზიდენტი, პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს პატრიარქი შიო მესამე. მათ სიტყვებში თვალშისაცემი იყო ეკლესიის როლისა და სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადების საკითხის წინ წამოწევა. თითქმის არავის უხსენებია ეროვნული გმირების ზვიადგამსახურდი ადამიანა კოსტავა ამ ღონისძიებაზე საკუთარი რიტორიკით ისევ გამოირჩა შალვა პაპუაშვილი, რომელმაც კვლავ გარკვეული ძალები დაადანაშაულა, რომ მათ საქართველოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა არ სურთ. ღონისძიებას არ ესწრებოდნენ გერმანიისა და ბრიტანეთის ელჩები. ნატალი ჯახუტაშვილი ისმენდა გამოსვლებს თავისუფლების მოედანზე. მოგვიყვება შემდეგ გაკეთებული განცხადებების შესახებაც. დღევანდელმა დღემ ქართული ოცნების მხრიდან რუსეთის ხსენების გარეშე ჩაიარა დღეს 26 მაისის აღლუმზე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგა თითქმის ყველა ლიდერი მმართველი პარტიიდან სპიჩი ჰქონდათ ირაკლი ყობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, თავდაცვის მინისტრს ჩიქოვანს, ასევე ოცნების მიერ დანიშნულ დე-ფაქტო პრეზიდენტს ყაველაშვილს. მათ ბევრი ისაუბრეს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, იმაზე, რომ ქართველი ხალხი ყოველთვის იბრძოდა თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის, რომ ახლაც დიდი ძალისხმევაა გასაწევი იმისათვის, რომ ეს დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ, თუმცა არც ერთხელ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ რუსეთზე, რომელიც საქართველოს ისტორიის თითქმის ყველა ეტაპზე ცდილობდა ჩვენს დაპყრობას. მაგალითად, მიხეილ ყაველაშვილმა, ოცნების მიერ დანიშნულმა დე-ფაქტო პრეზიდენტმა სიტყვა იმით გახსნა, რომ ერთსაუკუნოვანი ანექსიის შემდეგ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, თუმცა ვის მიერ იყო ანექსირებული ამდენი წლის მანძილზე საქართველოს, ეს აღარ დაუკონკრეტებია. რაც შეეხება შალვა პაპუაშვილს, მან თქვა ისიც, რომ მავანი დღესაც ცდილობენ ჩვენი დამოუკიდებლობის წართმევას, ვის გულისხმობდა არ ვიცით, თუმცა ქართული ოცნების მესიჯ ბოქს თუ გადავხედავთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შალვა პაპუაშვილი არა რუსეთს, არამედ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს გულისხმობდა. 108 წლის წინ საუკუნოვანი ანექსიის შემდეგ ქვეყანამ აღიდგინა სახელმწიფოებრიობა და მსოფლიო მიხილა დამოუკიდებელი თავისუფალი საქართველო. თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევების ფონზე კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არ არის ერთხელ და სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა. დამოუკიდებლობა ყოველდღიურად მოსაპოვებელი და დასაცავი ღირებულებაა, რაც ჩვენგან უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს და განუზომელ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. 35 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა. მას შემდეგ ჩვენ კვლავაც გავდივართ 40 წლიან მოსასგზას. დღეს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ზოგიერთს დღესაც სურს მოგვინგრიოს ჩვენი ორი საყრდენი, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ. ახალ ოქროს ჯაჭვზე გამობმებულებმა ვაკეთოთ ყველაფერი, მაგრამ არ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ვეყუდნეთ სხვას და არა საკუთარ თავს. ეს არ გამოვა. ქართველი ხალხის ნება მტკიცეა. აღლუმის დასრულების შემდეგ არც ერთი ლიდერი მედიასთან არ გაჩერდა, მათ უკომენტარო დატოვეს ტერიტორია, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა მხოლოდ რამდენიმე დეპუტატმა პარლამენტიდან და ისინი თავის მართლების რეჟიმში არიან. პრობლემას ვერ ხედავენ იმაში, რომ დღეს ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს არც ერთმა ლიდერმა ხელისუფლებიდან არ ახსენა რუსეთი. რაც შეეხება გაგა კახიანს, მან პრაქტიკულად დაადასტურა, რომ შალვა პაპუაშვილი თავის სიტყვებში, რომ ზოგიერთი ცდილობს ჩვენ დამოუკიდებლობის წართმევას, გულისხმობდა სწორედ დასავლეთს და არა ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველ მტერს რუსეთს. რატომ არ გამახულდა ყურადღება ჩვენს ნომერ პირველ მტერზე? რატომ არ ახსენა არც ერთმა ლიდერმა? რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ეს არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. ამ გზაზე ჩვენ ვართ ძალიან თანმიმდევრული, ჩვენ ვაწარმოებთ რაციონალურ პოლიტიკას ამ თვალსაზრისით. რუსეთის ახსენებელი არ იყო, თქვენ ასე მიგაჩნიათ რაციონალურად?
ჩვენ მტერზე არ უნდა გვესაუბრა, ან არ უნდა გვეხსენებინა მაინც ვის მიერ იყო ანექსირებული საქართველო თავის დროზე, ან ოკუპირებული დღესაც რომ ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. ეს კითხვები არსებობს, ამიტომ გეკითხებით. რა თქმა უნდა, საქართველო ვის მიერ არის ოკუპირებული, ეს ძალიან კარგად ვიცით და საქართველო რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ამას მე მგონი არ ჭირდება ბევრი საუბარი, ხო? ოქროს ჯაჭვით გვექაჩებიანო და მავანი ისევ ცდილობენ რომ წაგვართვან დამოუკიდებლობა. აი ვის გულისხმობდა მავანში ზოგიერთში გამოწვევები, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არის დღეს, არის მრავალმხრივი, შეიძლება ესე ითქვას. მათ შორის ერთ-ერთი გამოწვევა არის ისიც, რომ ცდილობენ, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი რამენაირად შეილახოს და ვინ ცდილობს ამას, დასავლეთი თუ რუსეთი? ძალა ქვეყნის გარეთ მემორანდუმი რომ გაფორმდა რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესახებ, რამდენი საფრთხის შემცველია ჩვენთვის კიდევ უფრო მეტად დაახლოება მათ შორის ურთიერთობების, ანუ ეს ხომ არის ფაქტი ანექსიისკენ მორიგი ნაბიჯი. არც ერთი ასეთი დოკუმენტი ასეთ დოკუმენტს არ აქვს საერთაშორისო სამართლებრივი ძალა. ეს ერთი. მეორე, საქართველოს სახელმწიფო, როგორც სახელმწიფო, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში მივიღეთ და გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ზოგადად ოკუპაციასთან დაკავშირებით. და ეს არის საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული საქმეების მოგება. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე უკვე დასრულებულია. დღეს საქართველოს მასშტაბით 12 ლოკაციაზე დადეს სამხედროებმა ფიცი შესრულდა საქართველოს ჰიმნი. დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის აქ იყო ევროკავშირის ელჩი პაվել ჰერჩინსკი, თუმცა ჩვენ ვერ შევამჩნიეთ მაგალითად გერმანიის ელჩი. ქართული ოცნების წარმომადგენლებს ვკითხეთ, მათ არ დაპატიჟეს ის თუ თავად არ მოვიდა, რაზეც პასუხი იყო ასეთი, რომ ყველა ელჩი იყო მოწვეული ამ ღონისძიებაზე.